მე სადღაც ზეცაში ვყოფი მღვდელი, რომელიც სულიერება, ზიარება, აღსარება და საიქიო დავუშვათ. მაგრამ გვაერთიანებს თლად ასეთი მღვდელი არა ვარ. ამ დროს ცოტა აქეთ ვიყურები, მეთქი არა, ცხონება იქი არ არის, თუ აქ არ ცხოდით, იქ ვერ ცხონები და თქვენც უკვე თლად ისეთი ექიმი არა ხართ, რომ მარტო კუჭნათას უყურებ და ტვის და არამედ მაზიარებელი ხართ, აფსარებელი ხართ და ქრისტეს ესეც გიორგიც როგორ ხედავთ პერსპექტივაში ამ სამი ურთიერთ თითქოს მჭყარებში გამომრიცხავი დისციპლინის სამი ურთიერთ რაღაცა გამოცდილების რაღაც სინთეზს როგორ ხედავთ ამის გადაწყვეტას და სად? ისევ სამი ხო? ანუ სამება და ერთობას ქმნის ხო? თვითონ არის ყველაფრის უკვე მთქმელი. ანუ ეხლა თვითონ მსმენელმა უნდა განსაჯოს და რატო? იმიტომ რომ კანონებს, რომელიც ბუნების კანონებია, ფაქტიურად და ჩვენ დიდი ხანია ამას მივყვებით, სწავლობთ და ფაქტიურად ხსნით კარიბჭეს ჭეშმარიტი გზისკენ. თუ ეს სამება არ იქნება, ჭეშმარიტების გზას ვერ მიხვალ. გეთანხმებით. ეს არის მთავარი დასკვნა.